შეგვიძლია რომ დავიწყოთ საუბარი დღევანდელი ეთერის პირველ სტუმართან. ეს არის შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე იმყოფება ჩემთან ერთად სტუდიაში. ბატონ შალვა, მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ დღევანდელ. საღამომშვიდობის, მინდა მოგილოცოთ ბრწყინვალე შვიდეული, ქრისტე აღსდგა და უსურვო სრულიად საქართველოს და დემოკრატიულ სამყაროს მომავალი აღდგომა ყოფილიყოს ჭორვილ პუტინიჩის ტირანული რეჟიმის გარეშე საქართველოში და ჩვენს ქვეყანას ამოესუნთქოს და გაჭრილი იყოს იმ ორბიტაზე, რომელიც მას ეკუთვნის და საიდანაც ის აი ამ დამანგრეველმა რეჟიმმა ჩამოაგდო. კარგი და მე მინდა რომ საქართველოს მიულოცო ორი ახალი კარგი ამბავი. თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, არ ვიცი თუ ხართ ინფორმირებული, ეთერლი პარტელიანი და ლაშა შავდათუაშვილი ორივე გახდა ევროპის ჩემპიონი და ეს არის რა თქმა უნდა მე სული და გულით ულოცავ, მაგრამ არ ვისურვებდი რომ ეს სპორტსმენები მე გამხდარიყვნენ პოლიტიკოსები, ეძარცვათ ეს ქვეყანა, ეყაჩაღათ და მიეთვისებინათ ჩვენი მოვალეობის რესურსები, რასაც ხედავთ დღევანდელი პარლამენტის და ხელისუფლების მაგალითზე, ყველა ხისთავიანი უზნეოს ხელკუნთა არსება, ვინც კი რაიმე ტიტული მოეპოვა, ტალახაძიდან დაწყებული, კობიაშვილით გაგრძელებული და პეტრიაშვილი დაგვირგვინებული, ზის და წყვეტს ინტელექტუალური საგანმანათლებლო რეფორმის ბედს საქართველოში მოწინავე ტექნოლოგიების საფუძველზე და ეს ყველაფერი დავიდა იქამდე, რომ ბავშვებს 10 წლის წინ შევიტანეთ ჩვენ პირველად ლეიბორისტებმა პარლამენტში კანონპროექტი, რომ ერთჯერადი უფასო კვება ბავშვებისთვის ყოფილიყოს. აი ეს არავის არ გაახსენდა, სამაგიეროდ გაახსენდათ, რომ ეხლა თურმე ყველა მშობელმა ფორმა უნდა შეაკირინოს ბავშვებს და ფული თვითონ უნდა გადაიხადონ ამაში და ფორმის შემკერავი საწარმოები, რა თქმა უნდა, იქნება ქოცების წარმომადგენლები და ტენდერს მოაგებინებენ აი ამ ხისთავიანი სპორტსმენებისა და სხვა ქვეყნის მტრების ნათესავებს და ოჯახის წევრებს აი ეს ფორმა ვინც უნდა შეგეროს და კიდე მილიონებს გააკეთებენ ჩვენი მოსწავლეებისა და მშობლების უკანასკნელი თეთრებიდან. ბატონ შალვა, პირველი საკითხი, რაზეც მინდა რომ ვისაუბრო თქვენთან, ეს არის ის მუქარა, რომელიც მოისმინა დღეს საზოგადოებამ რუსების მხრიდან, ღია მუქარა და როგორ ფიქრობთ, აი რა არის ამის საფუძველი? ჩვენ წინა პერიოდის განმავლობაში ბოლო თვეების და კვირეების მეტწილად გვესმოდა ხოლმე შექება, ხო, ქართული ოცნების მათი მხრიდან, ამას ჰქონდა როგორც თავადამტკიცებენ გარკვეული საფუძვლები, მეტწილად ეს ასევე ეკონომიკურ თემატიკასაც ეხებოდა, მაგრამ ახლა ირკვევა რომ თქვათ ის საკითხი, რაზეც კეთდებოდა ასევე აქცენტი და იყო გარკვეულწილად როგორც თავად ამბობენ ოცნების პრაგმატული პოლიტიკის შედეგი, ამ საკითხის გამოყენება მოხდება ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციის საპირწონედ. როგორ ფიქრობთ, რასთან გვაქვს საქმე? დღეს ჩვენი რესპონდენტების ნაწილმა თქვა, რომ ამ განცხადებას შესაძლოა ჰქონდეს მაშველი რგოლის ფუნქცია, თქვენ უყურებთ თუ არა ასე საკითხს და რასთან გვაქვს საქმე, რა იქნება ამ ყველაფრის შედეგი? ნუ ამ ქალბატონის პირით გაცხადდა კიდევ ერთხელ ჩვენთან დაკავშირებით მოსკოვის დოქტრინა, რომელიც ითვალისწინებს პუტინის მოდერნიზებულ რუსულ იმპერიაში ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკებისა და არა მარტო მოკავშირე ქვეყნების შეთრევას და გავლენის სფეროებად გამოცხადებას. ჩვეულებრივი პროტექტორატის რეჟიმი და ეს დაგვიანონსეს, თუმცა რუსულ დოქტრინაში გარკვეული კორექტივები არის, ადრე მოსკოვი აშკარად გამოდიოდა მხოლოდ ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ პოსტსაბჭოთა ქვეყნების, მაგრამ მას შემდეგ რაც მათ დაკარგეს გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცეზე, კარგავენ ამიერკავკასიას, აზერბაიჯანს და სომხეთიც კი დაკარგეს პრაქტიკულად. შუა აზია გარბის მათი არეალიდან და სხვა მიმართულებებზე იყურება ვიცით გამბავიც ხო, მარტო რა დღის შუა აზიის პრეზიდენტების ხელმოწერილი 300 მილიარდიანი კონტრაქტი ტრამპთან აი ბოლო ვიზიტის დროს ამ ქვეყნების ლიდერების და ეს კონტრაქტი არ ეხება რაღაც რიგით ნივთებს და მოვლენებს, ურანის და სტრატეგიული იშვიათი მინერალური რესურსების კონტრაქტებია, რომლებიც უნდა გაიაროს სხვათა შორის საქართველოზე და ამიერკავკასიაზე ჩვენს გარეშე ეს არ განხორციელდება. აი ესეთი ადგილი გვიკავია, აი ბრილიანტის ადგილი გვიკავია კონტინენტის ცენტრში.
სირია დაკარგა პუტინმა. აგერ უკრაინაში ხარკოვში ერთი სოფლის აღებას 4 წელი ანდომებს და კიდევ ვერ იღებს. თქვენ ხართ ჩემი ბატონი სამკუთხედი, რომელიც შედგებოდა მოსკოვ, პეკინ, თეირანისგან, ჩამომტროულია და აგერ დღეს ირანის უკვე პრაქტიკულად განადგურებული მოლების რეჟიმი, აიათოლების რეჟიმი იძულებული გახდა გამოეცხადებინა ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის გახსნა. შესაბამისად, უფრო აგრესიული 1 მილიარდი გადაეცა უკრაინას დღეს სხვათა შორის წავიკითხეთ ეს გადაწყვეტილება. გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან 1 მილიარდი გადასცა და ეს დღევანდელი ეს დასაწყისია და რა თქმა უნდა, ყველაფერმა ამან გამოიწვია მეტი აგრესია მოსკოვის ისედაც აგრესიულ დოქტრინაში და უკვე გამოაცხადა, რომ ევროკავშირი არის ფაქტიურად თურმე სამხედრო ორგანიზაცია რუსეთის წინააღმდეგ მობილიზებული, ამიტომ მასში გაწევრიანება იგივე რაც ნატოში გაწევრიანება. ეხლა სასაცილოა ის, რითაც ჩვენ გვემუქრება მოსკოვი, რომ დიდ დარტყმას მიიღებს საქართველო, აი იქნება ის, რა ქვია, ღვინო ბორჯომი, ნუ ტრადიციულად როგორც ხდებოდა ხოლმე, ჩვეულებრივი მუქარები. ეხლა მეტი რა დარტყმა უნდა მივიღოთ, ხალხო. იმის არ იყოს ანეკდოტია, კაცს აუპატიურებენ თანაც მისი თანხმობით. ხანჯალი ხიდია და ეკითხებიან, რომ ეს ხანჯალი რაღაც გინდა და შეურაცხყოფებიან, რომ მომაყენოს, აი მას თავს მოაჭრიო. ხო, აი დაახლოებით ეგეთი სიტუაციაშია ქოცების ფსიქოლოგიით შეპყრობილი ხროვა აი აქ საქართველოში, რომ აი არიქა რუსეთი დაუკეტება. დაკეტილი არ არის თქვენ ამოცხონებულებო. 20% ტერიტორია წაგართვა. ქსნის ხეობაში ვერ შევდივართ, ლიახში ვერ შევდივართ, ჯავაში ვერ ავდივართ, როკის გვირაბში ვერ გავდივართ, გალში ვერ გადავდივართ, გაგრაში ცხვილს არ გვაყოფიებენ. ყოველდღე იხსნება ახალი ობიექტები და სტრატეგიული სივრცეები ჩვენს ტერიტორიებზე. სოხუმის აეროპორტი გაიხსნა. აი ახლა სულ შეხედო რადარს, მოსკოვი სოხუმის ავიარეისი დგას მგზავრები დატვირთული. პორტი გაიხსნა. მატარებელი დაინიშნა სოჩადან. ოჩამჩირეში სტრატეგიული წყალქვეშა ნავების და რუსული ტექნიკის პორტი გაიხსნა. ასეთი ინფრასტრუქტურები აშენებული სამხედრო ბაზები, როგორც რუსეთს არ ქონია ევროპაშიც კი, ვარშავის ხელშეკრულების ფორმატში, როცა იქ ჯარები იდგა საბჭოთა კავშირის, ხო? მეტი რაღა უნდა დაგვიშაოს და თუ ეხლა ვინმე ძალიან გულდაწყვეტილი დარჩება იმით, რომ ივანიშვილი მისი თავგოდორა ძმა ადიკო, ისა რა გვარია ივანიშვილი, ის კარიჭაშვილი, ამათი ბანდის წევრი, კიდევ ეს ძმები ჩხაიძეები, კიდევ ეს დუგლაძე, რომლებიც შედიან ივანიშვილის ბიზნეს, ღვინის და ვენახის მაფიაში და მთელი რუსეთთან აი ამ სასმელებით, მინერალებით, ღვინით თუ სასოფლო სამეურნეო პროდუქტებით ვაჭრობა გაიხადეს მონოპოლია და ქართველ გლერს, კახელს ვერ გაუტანია ყურძენი რუსეთის ბაზარზე და ვერც ღვინო უშუალოდ როგორც ეგონათ რო იქნებოდა, ვერც ქართლეს საუღია ვაშლი ვლადიკავკაზის ბაზარზე გასაყიდად, ვერც იმერეთიდან, გურიიდან, აჭარიდან ციტრუსი ვერ გაუტანია გლეხს იქ, იმიტომ რომ აი ამათ ხელში ეს ყველაფერი ჩავარდნილი, დანარჩენი რაღა მეტი რაღა უნდა დაგვიშაო, ხალხო. აქედან გამომდინარე ეს პროპაგანდისტული პრო-ივანიშვილისტული იდეოლოგია, რომ არიქა რუსეთი არ გამონაწყენოთ, არის ერთ-ერთი დამანგრეველი რამ, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი აი ამ გველეშაპის კრანჭებში დატოვებას და ჩვენ ასეთ რაღაცები აღარ უნდა ვყლაპოთ. და იმ ქალს კიდევ ის რა გვარია ის ზახაროვა ჩუვაში ქალბატონი, მას ჯობია იმ თავის ჩუვაშებზე ინერვიულოს, რომლებიც რუსების მიერ 300 წელია ოკუპირებული არიან. სხვათა შორის ასევე ჩუვაშია რუსეთის პატრიარქი კირილი, რუსი როგონია ბევრს, ანუ თურქული ტომები ესენი ყველა აბსოლუტურად, რომლებიც რუსობენ. ამიტომ თავიანთ ძირებს და ფესვებს მიხედო რამენაირად და გლობალური საკითხების გადაწყვეტას დაანებონ თავი, როდესაც ვიმეორებ დონეცკში ერთი ხუტორი ვერ აუღიათ 4 წელიწადია და სამარცხინო დონეზე დავიდა იოსებ სტალინის მიერ შექმნილი ატომური იმპერია, რომელმაც მთელი ევროპა შტურმით აიღო. ერთი სოფელი ვერ აუღიათ, ესენი ჭიქიჭიქებიან კიდე რაღაცას და კარგავენ აი მეზობელ სივრცეს თავიანთი უტვინო იდიოტური პოლიტიკით, იმიტომ რომ მოვიდა სათავეში ჩვეულებრივი სალდაფონა განუვითარებელი ოფიცერი პუტინის სახით, რომელსაც სანამ ეყო ეს რუსული იმპერიის ვითომ რაღაცა გაკაჭა, ეხლა უკვე დაიწყო ბუქსაობა ძალიან სერიოზული და ჩვენთან აქ ისევ საქმე. ჩვენ ჩვენი
საქმე ვაკეთოთ და კარგ ჩაკეტილი გეოპოლიტიკური ცხოვრებიდან გავიდეთ მზეზე. ამისათვის პირველ რიგში მოვიცილოთ პუტინ ნაცვალი, აი ეგ რო გამოგვიგზავნა, აი ეს ტირანი ივანიშვილი და მისი ბანდა ერთუჯრედიანებისა, რომლებიც ჩვენი სახელით დადიან სოფლიოში და არიგებენ რეცეპტებს იმის თაობაზე, როგორ უნდა ებრძოლოს კაცობრიობა არაფორმალურ მმართველობას, deep states, მასონურ ლოჟებს და როგორ უნდა აირჩიონ თავისი ხელმძღვანელები. ეს იგივეა პათოლოგმა, აი თქვა კანიბალმა, რო ჩაატაროს ლექციები კანიბალის წინააღმდეგ, კანიბალიზმის წინააღმდეგ. ეს იგივეა აი მანიაკმა ბავშვების კვლელმა და პედოფილმა ჩიკოტალომ, რომ თქვა გაეხსნა სპეციალური კურსები პედოფილიის წინააღმდეგ. რამე პედოფილებს და დღელექციებს აიკითხავდა. იგივეთი არიან ეს მანიაკები დაკავებული. ბატონ შალვა, ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, თქვენ იცით რომ ბოლო დღეებში უნგრეთში არჩევნების დასრულების შემდეგ საქართველოში ჩვენთან აქტიურია დისკუსია და მსჯელობა იმასთან დაკავშირებით თუ რატომ ვერ ხერხდება საქართველოში იგივე. დღეს იყო ამ საკითხზე რამდენიმე გამოხმაურება, მათ შორის შალვა პაპუაშვილის, რომელიც პოლიტიკოსებს უნგრული ოპოზიციიდან უნგრული ენის სწავლას ურჩევს. ამის შემდეგ შეიძლება რაღაც გამოვიდესო, აი როგორ შეგიძლიათ ამ რიტორიკას გამოეხმაუროთ და ასევე რა არის თქვენი პასუხი კითხვაზე, რატომ ვერ ხერხდება იგივე საქართველოში? გავითვალისწინოთ რომ ხო, რაც მთავარია, პუტინის კიდევ ერთი საყრდენი შიგ ევროპაში ორბანის რეჟიმის სახით უნგრელმა ხალხმა დაამხო დემოკრატიულად არჩევნების გზით. ეს უდიდესი დარტყმა კრემლზე და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ვერავინ ვერ გაკაჩავს იმ ევროპის ბაყაყი შევარქვიმე, რომელიც მართლა ატილა შთამომავალი იყო, ის ატილა ხო გახსოვთ ისტორიიდან, ეს ჰუნების ბელადი გახდათ, რომლებიც გამოყარეს ჩინელებმა აიქიდან, ის ჩინეთის დიდი კედელი ჰუნების, აი უნგრელების წინააღმდეგ გააგეს, რომ ძარცვავდნენ, გადადიოდნენ, მერე გადმოიარეს ეს რუსეთის სტეპები, დასახლდნენ დღევანდელი უნგრეთის ადგილას და ის ატილა, ამათი ბელადი ზალავდა რომის იმპერიას ფულს, თუ არ მისცემდნენ ოქროს და ვერცხლს და აყაჩაღებდა, ერთხელ რომის პაპიც კი ჩავიდა და ჩაუტანა ოქრო ვერცხლი და დამშვიდა რამდენიმე თვე, მერე დაუმთავრდა, ისევ დაიწყო აი ამ პოლიტიკას აგრძელებდა ორბანი. მიიღებდა შეკვეთას მოსკოვიდან, დაადებდა ვეტოს ივანიშვილის დასანქცირებაზე, მიიღებდა მილიონებს მოსკოვიდან ასევე და დაადებდა ვეტოს უკრაინისათვის დახმარების გამოყოფაზე, ძალიან დიდი ძალა დაკარგა მოსკოვმა და ეს ყველაფერი მოხდა უნგრელი ხალხის ვაჟკაცობიდანებით, რო არ გაიყიდნენ, ბრჭყალებში, კიტრზე, პამიდორზე და დაპირებებზე, ეროვნული სახელმწიფოებრივი იდეა აირჩიეს და არა აი ეს გამყიდველი და მათი სახელი შემარცხვენელი, მე სხვადასხვა მივწერი არჩევნების წინ უნგრეთის პარლამენტს და თვითონ ამ მაგიარს, მადიარს ეძახიან, მაგიარიც არის, მაჯიარიც არის, სხვადასხვა ენებზე სხვადასხვა მითარგმნება. ფაქტია, რომ ძალიან მაგარი ლიდერი გამოდგა ცენტრალური ევროპის მასშტაბით და საქმე მიიყვანა ბოლომდე. მე მივწერე იქ უნგრელ ხალხს, მიმართვა, რომ 56 წელს როცა უნგრელები აჯაყდნენ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, 4 ქართველი ტანკისტი, ახალგაზრდა ბიჭი დახვრიტეს რუსებმა, იმიტომ რომ უარი თქვეს გადაევლოთ ხალხისთვის ბუდაპეშტის ხიდზე. ტანკით არ გადაუარეს. 4-ვე დახვრიტეს და ალბათ მეთქი ისინი ვერ წარმოვიდგენდნენ ვერასოდეს, როდესმე უნგრეთში იქნებოდა ხელისუფლება, რომლებიც საქართველოს გააქანებდნენ მოსკოვის ორბიტაზე. არჩევნების წინ იყო და მე დარწმუნებული ვარ, ამ წერილმაც გარკვეული როლი ითამაშა თუნდაც ერთია მომრჩევლის სწორგზაზე დაყენებაში. დიახ, აქედან გამომდინარე უნგრეთის შედარებაც შეიძლება ჩვენთან და არ შედარებაც. ეხლა მთლად მსგავსი ვითარება არ არის. ეგ ქვეყანა მაინც ევროკავშირის წევრი იყო, იქ მაინც ფუნქციონირებდა პარტიული სისტემა, პოლიტიკური ლიდერები ასე პანტაპუნტით ციხეში არ იმყოფებოდნენ, არ იყო აკრძალული არასამთავრობო სექტორი, ასე თუ ისე ევროპის გრანტებზე და ბიუჯეტზე იჯდა ქვეყნის ეკონომიკური საარსებო სივრცე და ესეთ თავზე ხელაღებულ გამოხტომებს ორბანი ვერ გაბედავდა, ვერ გააკეთებდა. შესაბამისად, იქ არც საარჩევნო გაყალბების მანქანა არ არსებობდა ტრადიციულად და ისტორიულად, რომ თქვათ ეს ვინც ყავდა ჩვენ ეს CSKO-ში ეს საღებავ შესხმული კაცი რო ეხლა და კიდევ ვიღაცები ეგეთი სისტემა არ იყო აწყობილი და რა თქმა უნდა, პირველ რიგში თავისი შედეგი დადო და გადამწყვეტი გავლენა მოახდინა უნგრელი ხალხის დაუმორჩილებელმა ნებამ. ეგ ხალხი ყოველთვის იყო ბუნტის თავი. მაგათ დაშალეს რომის იმპერია, მაგათ დაშალეს ავსტრო-უნგრეთის იმპერია,
მაგად დაშალეს საბჭოთა იმპერია და შეუძლებელი იყო რომ უნგრელ ხალხს არ დაეშალა ორბანის პრორუსული პროპუტინისტური იმპერია და მოხდა შედეგი. ეხლა ჩვენზე მითხარით, მაგრამ ჩვენ განსხვავდებით ჩვენთან სხვა ვითარება, ბევრი ნიუანსი და რაც თავარია მეგობრებო, აი ახლა ვიყავით ჩვენ ანა მაპატიე იქ ფონიჭალის უნიკალურ ნაკრძალში, რომელიც უკვე გადასცეს არაბულ კომპანია Eagle Hills და იქ უკვე იწყება არაბული დასახლებების მშენებლობა 6 მილიონ კვადრატულზე, 3 მილიონი კვადრატული უკვე გონიოშია გამზადებული. არაბული დასახლებებით გაივსო ქართლი, ბაზალეთი, გოროვანი, წეროვანი, ის რა ქვია, საგურამო, აგერ ტაბახმელა, აგერ კოჯორი, აგერ შავნაბადა, აგერ კახეთში სიღნაღის რაიონი, ქვემოჭალა, აღაიანი თავდება საქართველოს ფაქტურად აკეთებს ყველაფერს ივანიშვილი იმისათვის რომ საარსებო გარემო ქართველ ხალხს წაართვას სხვა ხალხით ჩაგვანაცვლოს რომელი ხალხიც მას არ მოსთხოვს პასუხს ჩადენილ ანტიქართულ ქმედებებზე და აი ახლა 900 წლის შემდეგ რეჟიმმა გააცოცხლა არაბული ხალიფატის საფრთხე 400 წელი ისინი ბატონობდნენ აქ სხვათა შორის ყველაზე მეტი წმინდანი ჩვენ გვყავს არაბებთან არაბულ ხალიფატთან ბრძოლის ასპექტში ის გობრონი, ცნობილი წმინდანი ახალციხელი მესხი, ფხეიძეები, მოწამეთა ქუთაისთან აგებულია მათ საპატივსაცემლოდ ორივე იმ ურვამყურბ დახოცა, როცა მან ტაძარი დაარბია არგვეთის მთავრები, აბოთბილეზე აღარაფერს საუბრობ. ეს საშინელი ჟამი იყო და აღმაშენებელმა დიდი საქართველოს შექმნა მას შემდეგ, რაც დაამხო არაბთა ხალიფატ თბილისში და ის ვერასოდეს ვერ წარმოიდგენდა დავით აღმაშენებელი, რომ 900 წლის შემდეგ საქართველოს თავზე მოაჯდებოდა ბიძინა დაღმაშენებელი, რომელიც არაბებს დააბრუნებდა უკან და ეს მიდის სრული ტემპით, მეგობრებო. საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქცია ამ არსებამ ხმელეთიდან გადაიტანა ზანგეზურზე, აგერ ახლა უკვე გზა 80% ზანგეზურზე დამთავრებულია. თურქეთის მხარეც აცხადებს, რომ გზა უახლოეს ხანში მზად იქნება, ეს ნიშნავს მთელი ევრაზიული ტვირთების და აბრეშუმის კორიდორის და დერეფნის გადატანას საქართველოსთან იქით და ჩვენ წარმოება არ გვაქვს, სოფლის მეურნეობა არ გვაქვს, არაფერი შემოსავალი არ არის, აი ეს არის გზა და გეოპოლიტიკური საჯვარედინი ჩვენი შემოსავალი, ამას გვაკარგიებს. ეხლა უკვე ჰაერშიც დაიწყო ოკუპირება ქართული სივრცის და იქ სადაც ააშენა აბასთუმანში რეზიდენცია საერთაშორისო ავიატრასები, რომელიც 3000-ზე მეტი გადადიოდა საქართველოს თავზე და თვითმფრინავიდან 300-დან 500 დოლარამდე დღეში $1,000,000 რიჭებოდა, აი ეს ყველაფერი აკრძალა ფრენა იმ რეგიონში და დილით გავიღვიძე 5 საათზე, შევედი, როგორც მიჩვეულები ვართ ინტერნეტში დავხედე და არც ერთი ის რეისი, რომელიც საქართველოს გავლით დაფრინავდა ლონდონის სიდნეი, ლონდონის მელბურნი, ლონდონის სინგაპური, პარიზი, ტოკიო, ტორონტო, დელი, ნიუ-იორკი, დელი, არც ერთი საქართველოს თავზე აღარ არის და ისინი მიემართებიან თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანის გავლით დანიშნულების, ანუ საჰაერო მონოპოლიაც წაგვართვა. მეტი, რა მტერი უნდა გვყავდეს ხალხო და რას უყურებთ, რა მადიარი და რა უნგრეთი. გადარჩენაზე გვაქვს საქმე, ახლა ჩვენ თუ ველოდებით, რომ ვიღაც ყოჩი გამოჩნდება, ლიდერი, ბელადი, რომელიც გაგვიძღვება და ჩვენ მაგივრად საქმეს გააკეთებს, ეგეთი რამე ისტორიაში არ არსებობს. ჩვენ ვქმნით ხოლმე ამ ლიდერ ბელადებს ჩვენ წარმოდგენებში, მე ისინი ძიჯერებენ ლიდერ ბელადები არიან, რამე სისურველეს აკეთებენ, კისერს იმტრევენ, ხდებიან დასამხობი, მე საფლავიდან ამოვთხრით, მე ახალ ლიდერს ვეძებთ, დავანებოთ თავი, სანამ ყოჩს ვიპოვით ჩვენ. საქართველო გახალიფდება და დამთავრდება ქართველი ხალხის არსებობა, რომელიც დემოგრაფიულად უკვე უმცირესობაშია დღეს, სადაც უკვე დაბადება უფრო ნაკლებია ვიდრე სიკვდილი, საიდანაც ბოლო წლებში 22000 ბავშვი ოჯახიანად წავიდა აქედან და სკოლა მიატოვა, სადაც უკვე აღარ ხდება აღარც გამრავლება, აღარც ქორწილი, აღარც რა ვიცი, ლხინი და სიხარული, მილევადი, გაქრობადი ერივართ, ნუ ველოდებით ყოჩებს შევქმნათ წინააღმდეგობის ეროვნული კომიტეტები ყველა სოფელში, ყველა უბანში. ჩვენს გულებში პირველ რიგში დავიწყოთ მოქმედებები და ეს რეჟიმი დავამთავროთ. არავით არის, უნგრეთში არჩევნები დამთავრდა ორბანის რეჟიმი და პირველმა ორბანმა აღიარა დაურეკა მადიერს და მიულოცა. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ავამტყოფი ბატების მწყემსი, ბატებთან დიდი ბოდიში ივანიშვილი, რომელმაც მიაღწია სრულ სუზერენობას, სრულ ბატონობას ქვეყანაზე, ერზე და ხალხზე, ოდესმე ვინმეს დაურეკავს და არჩევნებს მიულოცავს. ეს წარმოგიდგენიათ, ესენი უნდა ჩამოიშალონ
დიდი სახალხო სამოქალაქო მშვიდობიანი მღელვარებისა და პროტესტების და დემონსტრაციების ფორმატში და რა თქმა უნდა პარალელურად ის ლეიბორისტული პარტიის მიერ დაწყებული სანქცირება 2012-ში რო დავიწყეთ ჩვენ ვაშინგტონში და გიჟებს გვეძახდნენ თავქცინოდნენ და სხვადასხვა ხდება რეალობა ივანიშვილი დასანქცირებული უკვე ვაშინგტონის ამერიკის მიერ ივანიშვილის რეჟიმის მაღალჩინოსნები დასანქცირებული არიან ლონდონიდან ბრიტანეთიდან და ეხლა უკვე პირადად მასზე წყდება საკითხი უახლოეს ხანებში შევიტყობთ ორბანის ჩამოშლამ გამოიწვია ის რომ ევროკავშირს შეუძლია პირადად დაასანქციროს უკვე მთელი რეჟიმი თავისი ხელმძღვანელის ჩათვლით ანუ საგარეო და საშინაო ქარიშხლები კაიგაგებით განწყობილია საქართველოს გადასარჩენად და როგორც აი კაცი რო იხჩებოდა და ღმერთო მიშველოდა და შველიო და გაანძღია ხელიო ჩამოზახა აი ესე უნდა გავანძრიოთ ხელი და აი ახლა არავით არის პოლიტიკა და ლიდერი და ეს პარტია და ის პარტია ამის დრო არ არის ყველაფერი დაგვრჩება უკან თუ ასე ვიპასიურე და უყურეთ მოვლენებს შეუძლებს გეუბნებით ამას როგორც რიგითი ქართველი ჩვენ ლეიბორისტულ პარტიას რაც შეუძლია ვაკეთებდით და გავაკეთებთ და ჩვენი სიცოცხლე სისხლი ცხოვრება თქვენ გეკუთვნით მაგრამ თქვენი გამოცოცხლებისა და გარეთ გამოსვლის გარეშე კარგით. ვერავინ საქართველოს ვერ გადაარჩენს და დავიხსომოთ. ბატონ შალვა, დარჩენილი დრო აღარ ბევრი დრო, ამიტომ ხალხი თვითონ ითავისუფლებს თავს. ბატონ შალვა, დარჩენილ დროში მინდა კითხოთ არჩევნები. მე ვახსენე, რომ უნგრეთის არჩევნების შემდეგ არის დისკუსია საქართველოში რატომ ვერ ხდება იმ ამას საკითხზე და ასევე არის ბოლო დღეებში დისკუსია არჩევნების თემასთან დაკავშირებით. სხვათა შორის დღეს კობახიძემ თქვა, რომ ემზადებიან 2028 წლის არჩევნებისთვის. თქვა, რომ ოპოზიცია აგრესიულია, იმიტომ რომ 10 ჯერ წააგეს და გამონათება ისმისო ერთგვარი არჩევნებთან დაკავშირებით, თუმცა ეს არ ცვლის არაფერს ჩვენ ვემზადებითო. აი რა სიტყვით ამაზე და როგორ უყურებთ ამ საკითხს და ამით დავასრულოთ. მე შემიძლია ბიბლიით გიპასუხოთ, ნეტარ არიან მორწმუნენი. ამათ თუ გონიათ და დარწმუნებული ვარ არ გონიათ, შიში ავაპარაკებთ, რომ 28 წლამდე მიაღწევენ, ან 27 წლამდე მიაღწევენ, მაშინ მართლა არ ვიცი რა, მართლა ადეკვატური და რეალობის გრძნობა სამუდამოდ დაუკარგავთ. ანუ ეხლა აპრილია და 27-მდე ვერ მივლენ? ამ წელს ესენი ვერ გადაცდებიან. გამორიცხულია ჩვენ რომ ჩავიქნიოთ ხელი, შევწყვიტოთ ბრძოლა ახლა მას იმდიგარ რომ რგული დავიმშვიდოთ. არაფერი არ გავაკეთოთ, სოფლიო დემოკრატიული სოფლიო ამათ არ დატოვებს და სანქციების გზით მოახრჩობს. და რაც მთავარია. ამიტომ ვთქვი რომ ნეტარ არ მორწმუნენი მეთქი. აი ჩვენ დაწყებული რომ ამბობდი მათ შორის ამ სტუდიაში არაერთხელო ტრიბუნალები ელოდება და სხვა და სხვა რეალობად იქცა ეუთოს დასკვნაში მოსკოვის სქემის მიხედვით 4 ტრიბუნალი მიადგა ივანიშვილს და მის რეჟიმს εδროულად გაერო საერთაშორისო სასამართლო ის რა ქვია ჰააგის ტრიბუნალი რომის სტატუტის შესაბამისად კაცობრიობის წინამდებ ჩადენილი დანაშაულობებზე რაც თავარია ეს ქიმიური იარაღის გამოყენება და სისასტიკე თავის ხალხის წინამდებ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო სტრასბურგში ეს ყველაფერი ჩამოთვლილია იმ აქტში ეს არის ოფიციალური გადაწყვეტილება და უნივერსალური იურისდიქციაც მიადგა რის თაობაზეც ასევე გიჟებს გვეძახდნენ რომ ამბობდით 5 წლის წინ და გახდა სრული რეალობა უნივერსალური იურისდიქცია ნიშნავს ანა აი ახლა რომ ლაპარაკობთ ჩვენ და ვსაუბრობთ ამ პრობლემატიკაზე ამ ტკივილებზე რომელიმე სახელმწიფომ შეიძლება აი ამ წუთებში გასცა სანქცია ივანიშვილის მისი ოჯახის წევრების მისი ხროვის წარმომადგენლების დაპატიმრებაზე და ამის თაობაზე მათ არაფერი არ იციან, გაიგებენ როგორც კი ინტერპოლის სამოქმედო არეალში გამოჩნდებიან და სტაცებს ხელს საერთაშორისო პოლიციური ქვედანაყოფები. ასევე ძალიან რეალურია საერთაშორისო აი ამ ტრიბუნალების ფონზე საერთაშორისო საპოლიციო სპეციალური ოპერაცია, რომელიც დააკავებს ბიძინა ივანიშვილს ან შეკვეთილში, ან ჭორვილაში, ან იმ აბასთუმნის ალადინის მღვიმეში, ჰაერში ფრენა რო აგძალა შიშით, რომ ზევიდან რამე არ დაეცეს. ზევიდან დაცემის გარდა არის კიდე ოფიციალური საერთაშორისო პოლიციური პროცესები, რო იცოდეს, ხო? დააკავონ და წაიყვანონ რაკიდან როგორც მილოშევიჩი დააკავეს და წაიყვანეს, გადაიყვანეს მაშინ ბელგრადის აეროპორტიდან ჰააგის ტრიბუნალზე. ცუდად გაქვთ საქმე. და კიდევ თუ კი ვინმე მას შეიძლება ენდობოდეს და დარჩა ასეთი ავანტყოფი, ხისთავა, უტვინო, გაუცნობიერებელი, ზედმეტად გულუბრყვილოვან ბავშვური მე მათ ვეუბნები არ დაიჯეროთ ოდეს მგელნი მოვიდიან ცხვრის ტყავში და მგელთან კიდევ ერთხელ ბოდიში ასეთი საზარელი მტაცებელი და ეროვნული მტერი საქართველოს დასაბამიდან არ ყოლია და ის ჩვენ უნდა ჩვენ თვითონ მოვიცილოთ რომ ეს საამაყოდ დაგვრჩეს ჩვენს და მომავალ თაობებსაც რომ საქართველოს დავიხსენით გველაშაპისგან შხამიანი
ბოროტი და საშინელი გველეშაპისგან. ყველაფერი კარგად იქნება. ბოროტება დამარცხდება, ნათელი გაიმარჯვებს ჩვეულებრივად. ეს წყლებია, მახსოვს ეს ფინალი, აღწერთ საოცრად არსებულ ვითარებას და ბოლოს აუცილებლად იტყვით ხოლმე, მრავალი ათეული წელია რომ ყველაფერი იქნება კარგად, ასე რომ არც ახლა დაგავიწყდათ თქვენი საფირმო შეჯამება. ამ გზით განაცხადება. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. დაგემშვიდობებით, შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე იყო, დღის ამბების სტუმარი. რეკლამაზე გავალთ და უკვე რვიანის ანონსით ბრუნდებით.